თემა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ყოველთვის ცხადია საქართველოს იმდენად რთულ გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას იკავებს, რომ ცხადია პროცესები, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, ჩვენ ვერანაირად გვერდს ვერ აგვიქცევს, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ ფორსირებას ვახდენთ იმ ემოციური ფონის, რომელიც არის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ზოგადად მსოფლიოში და არც თუ კარგ შედეგებს ვიღებთ. მაგალითად, რა აუცილებელია საქართველოს პოზიციის დაფიქსირება, იგივე სევასტოპოლთან და ყირიმთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ამის გამო რუსეთს აქვს სანქციები დაწესებული ევროპისგან და თუ საუბარია უკრაინაზე, ზოგადად პირდაპირ ვიტყვი, რომ უკრაინელებმა იმდენად არაკორექტული ნაბიჯი გადმოდგეს საქართველოსთან მიმართებაში, რომ ჩვენ რომ ვიყოთ თავმოყარე ქვეყანა, საერთოდ უნდა გავწყვიტოთ მათთან დიპლომატიური ურთიერთობა და მინიმუმ ელჩი გამოვიწვიოთ, იმიტომ რომ ძებნილი პრეზიდენტი, როდესაც უკრაინაში გუბერნატორია, ეს არის საქართველოს შეურაცხყოფა, როდესაც ყველა ის ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც აქცევდა ქვეყანას დღემდე ყოველ შემთხვევაში იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობებს უკრაინაში. კარგია, რომ უკრაინელი ხალხი დროზე მიხვდა და ისინი პრაქტიკულად გაუშვეს პენსიაზე და ამით არ შემოიფარგლებიან და ვიცი, რომ სისხლისამართლის საქმეები მზადდება მათ წინააღმდეგ, რა აუცილებელი იყო ჩვენ მათთან ერთად უნისონში დაგვეჭირა მხარი სანქციებისთვის. რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ რუსეთის დუმის დეპუტაციის ერთმა ნაწილმა თქვა, რომ შეწყდეს ქართული მინერალური წყლების და ალკოჰოლური სასმელების შეტანა რუსეთში. ეს არის მილიონიანი ზარალი საქართველოსთვის, ეს არის ათასობით ქართველი, რომელიც უმუშევარი დარჩება, ეს არის ჩვენი ისედაც ძალიან მძიმე ფონის კიდევ უფრო დამძიმება. ძალიან კარგია, რომ დაემთხვა მეჭიაურის ვიზიტი რუსეთში ამ ფაქტს, იმიტომ რომ მან მოახერხა მიუხედავად საზაფხულო არდადეგებისა რუსეთში შეხვედროდა დუმის იმ დეპუტაციას, რომელიც იქ ნამდვილად ძალიან ავტორიტეტულია და გადასცა სურვილი ქართველი ხალხის, რომ ეს პროცესი შეჩერებული ყოფილიყო და ეს პროცესი დღესდღეობით შეჩერდა. ანუ დიპლომატიას, დიპლომატიურ ურთიერთობებს და მოლაპარაკებას ყოველთვის ქონია აზრი, რადგან ჩვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად ერთმა ჩასვლა მოსკოვში გადაარჩინა ათასობით ქართველი უმუშევრობას და ჩვენ ვიცით, თქვენ შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ ნებისმიერ ბანკებში, რომ ყველაზე დიდი ფინანსური ასე ვთქვათ, კეთილდღეობა დღეს საქართველოში რუსეთიდან შემოდის, იმიტომ რომ 1,200,000 არის ეს ის ციფრია, რომელიც საქართველოდან რუსეთში არის წასული და პირველი რუსეთი არის ამ ემიგრაციის ტალღით და არა მარტო ემიგრანტები, არამედ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ ბევრი ქართველები იქ და მეორე ადგილზეა საბერძნეთი. შესაბამისად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როგორც რუსეთთან განცხადებებში, ასევე საბერძნეთთან მიმართებაში და შევეცადოთ საერთოდ არ ჩავერიოთ იქ, სადაც არავინ არ გთხოვს ჩარევას. ეს ერთი, რაც შეეხება არჩევნებს, კარს მოგვადგა არჩევნები და თქვენ მოგეხსენებათ, რომ 2008 წლიდან არ იხსნებოდა რუსეთში საარჩევნო უბნები, სადაც 1,200,000 ქართველი მივიდოდა და დააფიქსირებდა თავის არჩევას. თუ ჩვენ მიუდგებით იმ თვალსაზრისით, რომ რატომაც არა ეკონომიკური ურთიერთობა აღდგენილი იყოს და აღდგა მილიონობით ტურისტს ველოდებით და თურქეთის ბუდიშმა ცოტათი შეამცირა რიცხვი და ისევ თურქეთს მიაშურეს რუსმა ტურისტებმა, მაგრამ მაინც ძალიან დიდი რაოდენობით არიან ჩამოსულები. თუ ჩვენ გვაქვს რუსი ვარსკვლავების კონცერტები და აგერ ვაენგას კონცერტი იმართება 16 სექტემბერს ბათუმში, თუ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე რუსულად მომეტყველე რადიო არხი, მათ შორის შანსონი, რომელიც ოდესღაც აფხაზეთის ხმის განშტოება იყო და კრძალავდა რუსულ მელოდიებს და ახლა მხოლოდ 24 საათიან რეჟიმში ისმის მათგანეს რუსული სიმღერები, გაურკვეველია, რატომ ვუგრძალებთ ჩვენ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ ვერ მისცენ ხმა თავის რჩეულ პარტიას. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ, ჩვენი პარტია დააყენებს ამ საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისათვის, რომ მან მისცეს უფლება CSKO-ს, რომ ზუსტად რუსეთში გაიხსნა საარჩევნო უბნები და თან ამისი რეალური საშუალება არსებობს, იმიტომ რომ რუსეთში თქვენ მოგეხსენებათ, რადგან არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, შვეიცარიის საელჩო ასრულებს ამ ფუნქციას, ზუსტად საქართველოში შვეიცარიის საელჩო ასრულებს ამ ფუნქციას და რუსეთშიც. ანუ ამის ბერკეტი არსებობს. თუ არსებობს კარასინი, აბაშიძის ფორმატი, ესე იგი ვიღაცას ჭირდება ამ ურთიერთობის აღდგენა და დალაგება და შესაბამისად, რახან ეს ფორმატი არსებობს, ჩვენ წავართვათ ხმა საქართველოს
1,200,000 მოქალაქეს ეს იქნება უბრალოდ გაყალბების მცდელობა, იმიტომ რომ წართმეული ხმის ადგილზე მოდის ხოლმე რაღაცა არსაიდან მოსული ხმები. შემდეგი საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ ახლოვდება არჩევნები და თქვენ იცით, რომ ძალიან ჭირს და ძალიან გაუჭირდა ოცნებას მაჟორიტარი დეპუტატების დასახელება. შესაბამისად, ჩვენ უფრო ახლალ შექმნილ პარტიებს ჯერაც არ გვაქვს ინფორმაცია, ისევე როგორც მოსახლეობას, ვინ იქნებიან მაჟორიტარი დეპუტატები და ეს არის მძიმე პროცესი, იმიტომ რომ მართლ გუნდს უნდა ქონოდა ის ბერკეტი ხელში, რომ მინიმუმ დაესახელებინა და მაქსიმუმ პროგრამას გაცნობოდა მოსახლეობა. ეს არ მოხდა. სამწუხაროდ კვირიკაშვილის თითო გამოსვლა არის ოცნებისთვის უკან დახეული ნაბიჯი და უკან გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ჯერ იყო არაპოპულარული 16-კაციანი სია, სადაც უმრავლესობა არის სააკაშვილის მიმდევარი და მისი დაფინანსებით მოხვედრილი უცხოეთში, ჩუგოშვილი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული გამправებელი 26 მაისის მოვლენების, ეს არის სამარცხვინო ნაბიჯი, ის რაც მოხდა ქუთაისში და ძალიან კარგად გადაიღო ოცნება, მოყოთ უხარისხოთ ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ, მუშაობის წესი კარგად ვერ გადაიღო, თორემ უკეთესი იქნებოდა მათთვის და ავტობუსებით იყვნენ ჩაყვანილი ადამიანები ქუთაისში. დღეს ქუთაისში ერთმანეთს ეკითხებიან მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ვინ არიან წარდგენილი მაჟორიტარები. ჩვენ ვხედავთ, რომ ოცნების გუნდიდან პრაქტიკულად არავინ არ დარჩა და ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ოცნების მაჟორიტარი დეპუტატები, ვინც იყვნენ 4 წლის წინ, ვერც ერთი ვერ არის წარდგენილი იმ უბნებზე და იმ რეგიონებზე, იმიტომ რომ მხოლოდ სამარცხვინოდ დაამახსოვრეს თავი ხალხს და ეს არის ძალიან მძიმე პროცესი. მე თუ ვაპირებ დავდგე ერთ უბანში მაჟორიტარად, მე მექნება იმის ამბიცია, სურვილი და ზუსტად ვიცი, რომ მე იმდენ სიკეთეს მოუტან იმ ადამიანებს 4 წლის განმავლობაში, რომ იქ ისევ უალტერნატივო უნდა ვიყო იმ უბანზე. როგორ შეიძლებოდა აი ამდენი მაჟორიტარისგან, რითიც მოვიდა უმრავლესობაში ოცნება, განმეორება არ მომხდარიყო და ვერც ერთი მაჟორიტარი ვერ აყენებს თავის კანდიდატურას. ეს ძალიან დასაფიქრებელი ფაქტია. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ არანაირად არ მიხარია ეს მომენტი, იმიტომ რომ თუ ვინმეს გულშემატკივრობს საკუთარი პარტიის შემდეგ, ეს ისევ ოცნება არის და ჩემთვის ეს არის ძალიან ღრმა მწუხარების მიზეზი. ჩვენ ვაპირებდით ამ კვირაში სიის წარდგენას, მაგრამ მოსკოვთან განვითარებულმა მოვლენებმა გადადო ესია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა გადაწყდეს და ერთი გადაწყდა, რომ ჩვენი ღვინო და ჩვენი მინერალური წყლები და ალკოჰოლური სასმელები კვლავ შევა რუსეთში და ეს მხოლოდ და მხოლოდ მეჯაურის დამსახურებაა, რომელმაც შეძლო საკუთარ კოლეგებთან მოლაპარაკება, მას დღეს ექნება 2 საათზე ჩართვა პირველ ტევესთან იგორ გოლიას ეთერში და მას ექნება მაგდანიკაშვილთანაც ჩასვლა და უფრო თვითონაც ისაუბრებს ამ თემებზე და მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა უზრუნველყოთ საარჩევნო უბნების გახსნა რუსეთში. აი ეს ორი მნიშვნელოვანი თემა და არ დაგვაუწყდეს არავინ, რომ სოჭი, რომელიც არის ძალიან ახლოს აფხაზეთთან, სულ არის რამოდენიმე 30 კილომეტრია დაშორებული, სადაც კომპაქტურად ჩასახლებული ქართველები ცხოვრობენ. ესენი არიან პირადად ჩემი სანათესაო და ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანის ახლობელი. ჩვენ უნდა გვეზრუნა და მე ყველა მთავრობას ვაფრთხილებდი, რომ როდესაც საქართველოს ყავს რუსეთში კომპაქტურად დასახლებული ადგილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ჰაბი, სადაც შეიძლება და გამოგეყენებინა როგორც ხიდი მოსალაპარაკებელ პროცესში. ჩვენ ვხედავთ, რომ ერდოღანმა, რომელიც არის ძალიან ძლიერი ქვეყნის პირველი პირი, უკან წაიღო თავისი, ასე ვთქვათ, ქმედება რუსეთის წინააღმდეგ და ბოდიში მოუხადა რუსეთს, რომ არ დაეკარგა მასთან ეკონომიკური ურთიერთობა და ეს მნიშვნელოვანი ბაზარი. მთელი მსოფლიო ეძებს ნატოს წევრი ქვეყნები, ეძებენ დაახლოებას რუსეთთან და ჩვენ რაღაც არასწორ თამაში ვართ ჩათრეულები, ეს არის ნაცმოძრაობის შემდეგ გაგრძელებული თამაში და ვერავინ ვერ გაბედა თავის თავზე აღება იმისი, რომ უარი ეთქვა აი ამ უაზრო თამაშზე. მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც სარკოზიმ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ტერორიზმს ვერასდროს ვერ დავამარცხებთ, თუ ტერორიზმში ჩვენ არ დაგვეხმარება დამარცხებაში რუსეთი, რომელიც გაწაფულია ამ მხრივ, თქვენ იცით ის მძიმე მოვლენები, რომელიც ჩეჩნეთში ხდებოდა,
ზოგადად როგორ იყო სამხრეთ კავკასია ალში გახვეული და რუსეთმა შეძლო აი ამ ძალიან რთულ კონტინგენტად ჩეჩნებთან დაალაგება ურთიერთობის. შესაბამისად გამოსაყენებელია ზუსტად ეს გამოცდილება, რომელიც რუსეთს აქვს, როგორ ჩააქრო მან ეს კერა ტერორიზმის თქვენ გახსოვთ ალბათ რამდენი აფეთქება იყო მოსკოვის ცენტრშიც და ზოგადად რა ხდებოდა რუსეთში, მაგრამ დაალაგდა ეს ურთიერთობა და ჩემთვის ეს სარკოზის განცხადება კიდევ ერთხელ ვამბობ, ნატოს წევრი ქვეყნები, ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ მზადყოფნას რუსეთთან დაახლოების, ეკონომიკურათაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი და საქართველო ამ დროს უჭერს მხარს უკრაინას, რომელიც იფარებს ჩვენს სისხლის სამართლის დამნაშავეებს ყოფილი მთავრობიდან. აი, იმიტომ რომ ასეთი გაურკვეველი ვითარებაა, იმიტომ აძლევს თავის თავისუფლებას სანდრა რულოვსი დღეს და ხვდება მოსახლეობას. იმიტომ აძლევს თავს უფლებას ვაშა ლომიძე, რომელიც ჩამოდის. აი, იმიტომ ხდება ეს გაურკვეველი პროცესები, რომ თავის დროზე არ დაისაჯა, ვინც იყო დასასჯელი. ეხლა მე მინდა კიდევ ერთხელ ერთი განცხადება გავაკეთო და ავხსნა, რატომ არის ესეთი ფონი დამძიმებული. მოგეხსენებათ, რომ კი ბატონო იყო ნაციონალური მოძრაობა, მათი მთავრობა და ადამიანები, რომლებიც მათ მიმართ სიმპათიით იყვნენ განწყობილები. როდესაც მოვიდა 2012 წელს ოცნების მთავრობა, ერთი რაც მათ უნდა გაეკეთებინათ, დაესაჯათ ის პირები, რომლებიც იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები, დაესაჯათ ის პირები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას დარბევებში და უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას მიტაცებაში ქონების და დამთავრებულიყო ეს პროცესი. ჩვენ გვახსოვს მსოფლიოში არის ძალიან ბევრი მაგალითი ამისი, როგორ ხდებოდა ეს ზუსტად პოლ-პოტის რეჟიმის შემდეგაც ანალოგიური პროცესი, ანუ რეჟიმების შემდეგ ფაშიზმი ავიღოთ მაგალითად. ყველა გერმანელი ხომ არ იყო დასჯილი, დაისაჯა ის ფაშისტური გერმანია, ის ნაცისტური გერმანია და შემდეგ განაგრძეს მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში. ჩვენ რა გავაკეთეთ? ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც სიმპათიით იყვნენ განწყობილები ნაციონალური მოძრაობის მიმართ და ეს მათი უფლება იყვნენ თუ არ იყვნენ, ისინიც მტრად ვაქციეთ. რეალურად მათ სხვა უფლება არ აქვთ, რომ არ იყვნენ აი სისხლის ღრელ ომში ჩაბმულები და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ბოლო-ბოლო მივალთ და იმ ძმათა მკვლელობამდე ძალიან არ მინდა მივიდეთ, მაგრამ აქეთ მიდის ყველაფერი, ოცნებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ნაციონალების მიმართ ლიბერალურად განწყობილი ადამიანები მტრად აქცია. ანუ ჩვენ გვაქვს ორი დაჯგუფება, ერთი რაღაც გაურკვეველი, ქაოტური, ეკლექტური, თავისი ეკლექტური 16-კაციანი გამოცხადებული ჯგუფით და პლუს გაურკვეველი მაჟორიტარებით, ძალიან ერთმუშტად შეკრული ნაციონალური მოძრაობა და მათ მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანები, იმიტომ რომ გონიათ, რომ თუ სხვა მოვა სათავეში, მათაც დახრეტენ, რაც ბევრი ეთერიდან ესმით რეალურად და ჩვენ მივიღეთ აი ეს ძალიან რთული ვითარება. ვიცით, რომ აი ესეთი ვითარების შემდეგ რეალურად განმუხტვა საქართველოს როგორც რომ კავკასიის ქვეყანაში ძალიან ისვიათად ხდება ხოლმე კავკასიურ რეგიონებში მარტივად განმუხტვა და ჩვენ ვხედავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რა ხდება. ამიტომ აქვე მინდა ვთქვა, ჩვენ მაგალითად არასდროს არ ვიტყვით იმას, რასაც სამწუხაროდ ესე პირსისხლიანად ამბობდა რამოდენიმე ვთქვათ სათავეში მოსული ადამიანი დავსჯით ყველას. ანუ დასასჯელია ყველა. მე რა ხელი მაქვს იმ ადამიანთან, რომელიც არ არის სისხლის სამართლის დამნაშავე. მე როგორ შეიძლება მოვთხოვო ადამიანს, რომელიც უბრალოდ სიმპათიით იყო განწყობილი, ან თუნდაც იყო სადღაც რიგებში, მაგრამ არანაირ სისხლიან აი უბედურებებში არც 7 ნოემბერს, არც 26 მაისს და საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. არ შეიძლება ჩვენ ესე მოვიკვეთოთ ადამიანები და როდესაც ეს ზუსტად ის პროცესია, როდესაც არის საუბარი აფხაზეთზე და ოსეთზე. ჩვენ ტერიტორიები კი არა გვაქვს დასაბრუნებელი, ჩვენ ადამიანები უნდა დავიბრუნოთ და დღევანდელ სიტუაციაში ზუსტად ასეა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ იმის მერე, რაც დაისჯება, ვინც უნდა დაისაჯოს. ეს იქნება 10 კაციანი ჯგუფი, 20 კაციანი ჯგუფი, 30 კაციანი ჯგუფი. ეს ჯგუფი არის დასასჯელი და საბოლოო ჯამში ნაციონალური მოძრაობა, როგორც ფაშიზმის აპოლოგეტი, უნდა იყოს დასჯილი. შეკითხვას უპასუხებთ იქნება?
არა, ჩვენ წერილობით მივმართავთ, იმიტომ რომ არსებობს კანონმდებლობა, CSKOM ერთი თვით ადრე უნდა წარადგინოს, უნდა მიიღოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან იმ ქვეყნის სიები, სადაც იქნება გახსნილი უბნები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთ-ერთი ყველაზე კი არა, ერთადერთი ყველაზე კომპაქტურად ცხოვრები ადამიანები სადაც არიან, ეს არის რუსეთი. და შესაბამისად ჩვენ მივმართავთ, კარგია რომ დრო არის და ეს მიწურულში არ მოხდა ყველაფერი, 8 სექტემბრამდე გვაქვს ჩვენ დრო, რომ მივიღოთ ადეკვატური პასუხი საგარეო საქმეთა სამინისტროდან. აბა, რა ვქნათ? ჩვენ ეს არის დამოკიდებული მხოლოდ ქართულ პოლიტიკოსებზე, იმიტომ რომ როგორც კი აქედან გახსოვთ თქვენ ოქროაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა თავის დროზე გადააქცია ქართული ღვინო და თქვა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთი ფეკალიებსაც კარგად მიირთმევენო და იმ დღეს აიკრძალა ყველაფერი, ხო? ჩვენ უნდა შევიკავოთ თავი აი ესეთი ხმამაღალი განცხადებისგან. თუ ჩვენ გვაქვს პრობლემა ჩვენ მეღვინეებთან, ეს შიდა მოხმარების ბაზარზე უნდა გადაწყდეს და ვთქვათ, რაღაცა სახალხოდ არ გადაუქციოთ ღვინები და პროდუქცია არ გაუფუჭოთ და მეორეს რა აუცილებელია უკრაინას მხარი დაუჭიროთ, თქვათ, ევროპასთან მიმართებაში სანქციები იქნება თუ არ იქნება მათ მიმართ გამოცხადებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ რო ვიყოთ თავმოყარე ქვეყანა, უკრაინას მხარს საერთოდ არ უნდა უჭერდეთ, იმიტომ რომ უკრაინამ შეიფარა სისხლის სამართლის დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი. სხვა თანამდებობის პირები, რომლებმაც დააქციეს საქართველო, დააქციეს პროკურატურა, როგორ შეიძლება დავით საყვარელიძე მაღალ თანამდებობაზე ყოფილიყო, ხო, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, ან მოადგილის თანამდებობაზე უკრაინაში, რომელიც აქ არის გამოცხადებული, ვთქვათ, აი რაღაც ერთ-ერთი შემოქმედი იმ ყველა უბედურების, რაც ხდებოდა პროკურატურაში და ათასობით განცხადება შესული. ანუ, მაშინ, როდესაც უკრაინა იფარებს ჩვენს ყოფილი მთავრობის წევრებს, რომლებიც სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, ჩვენ არა ვართ მოვალე მათ მხარი დაუჭიროთ. ჩვენ უნდა ვეძებოთ ის ქვეყნები, ვინც ჩვენს მიმართ ძალიან ლოიალურად არიან განწყობილი და მეგობრულად განწყობილები. დღეს უკრაინა საქართველოს მიმართ არანაირად არ არის მეგობრულად განწყობილი, იმიტომ რომ ყავთ გუბერნატორად ძებნილი პრეზიდენტი.